ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ 4 ოქტომბრის ეროვნული კრების ორგანიზატორები უკვე სასამართლოს ჩანიშვნას ელოდებიან, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ. პროკურატურა 5-ვე დაკავებულისთვის პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი და რას ამბობენ დაკავებულების ადვოკატები. ქეთი ნადიბაიძე შემოგვიერთდება ახლა ბოლო ინფორმაციით. პირდაპირ ეთერში ქეთი, ხომ არ არის უკვე ცნობილი როდის ჩატარდება სასამართლო აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით? ჯერჯერობით ხტომის საათი არ ჩანიშნულა, ცნობილი არ არის ადვოკატებისთვის, თუმცა ისინი და მათი დაცვის ქვეშ მყოფები ელოდებიან, რომ ეს ხტომა ჩაინიშნება უახლეს საათებში, გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც უნდა გადაწყდეს მათი აღკვეთი ღონისძიების საკითხი. პროკურატურა და სასამართლო დატოვებს თუ არა 5 ბრალდებულს პატიმრობაში, მათ ოფიციალურად აქვთ უკვე ბრალდებული სტატუსი. ისინი ამ ხტომას დაესწრებიან და როგორც ადვოკატები აცხადებენ, შესაძლოა პირველი განცხადებების დაკავების შემდეგ უკვე სწორედ მოვისმინოთ მათი მხრიდან სხდომათა დარბაზში. ცოტა ხნის წინ დატოვა მეხუთე ბრალდებულის ადვოკატმა, ლაშა ბერიძის ადვოკატმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობა, სადაც რჩებიან ბრალდებულები, მასაც ოფიციალურად ბრალი უკვე წაუყენეს. ყველა მათგანი ამ ეტაპზე სარგებლობს დუმილის უფლებით, სანამ არ გაეცნობიან საქმის მასალებს, თუ რა ჩადო საგამოძიებო უწყება მათ საქმეში. ბრალის წაყენების შემდეგ უკვე არის ეს ეტაპი, რომ ადვოკატებს და ბრალდებულებს უნდა გადაეცეთ საქმის მასალები და ადვოკატების ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ვლაპარაკობენ, რადგან საქმის მასალები არ გადასცემიათ. როგორც ჩვენთან ამბობენ, ბრალის დადგენილებაში საუბარი არის მხოლოდ ზოგად ინფორმაციაზე და იმ მუხლებზე, რომელიც მათ ოფიციალურად წაუყენეს. 3 ბრალდებულის შემთხვევაში ლაპარაკია 3 მუხლზე, ეს არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, სტრატეგიული ობიექტის მიტაცების მცდელობა და ასევე საბოტაჟისკენ მოწოდება. პატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს და მურთაზ ოდელავას აქვს დაყენებული ეს 3 მუხლი. ლაშა ბერიძის შემთხვევაში საუბარია 2 მუხლზე, საბოტაჟისკენ მოწოდებას მას არ ედავებიან. პატა მანჯგაუძის შემთხვევაში კი საუბარია 1 მუხლზე, ეს არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. ეს არის ამ მუხლებიდან ყველაზე მძიმე მუხლი, რომელიც 5-ვე ბრალდებულს აქვს დაყენებული და ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მას ოფიციალურად გააცნეს ბრალდება, გამომძიებელი იყო შემოსული. ლაშა ბერიძის პოზიცია ამ ეტაპზე არის, რომ არ გავაკეთოთ არანაირი კომენტარი, მანამ სანამ დეტალურად არ გავეკვევით საქმის ვითარებაში. აქ იგულისხმება სისხლის სამართლის საქმის მასალებიც და ასევე ნებისმიერი საკითხი, რაც ზოგადად არის ამ საქმესთან დაკავშირებული. აღიარების კუთხით მას არანაირი პოზიცია, რომ აღიარებს წარდგენილ ქმედებას, ბრალად წარდგენილ ქმედებას არ დაუდასტურებია. მხოლოდ და მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს ის, რომ ამ ეტაპზე არ გავაკეთოთ მასალები როდის სასამართლოში მოვა თვითონ, რასაც ჩათვლის საჭიროდ, თუ კი რამის თქმა მას მოუნდება მოსამართლის წინაშე, რა თქმა უნდა ამას გააკეთებს. ამ ეტაპზე მე დღეს თქვენთან ერთად და საჯაროდ განცხადებას ვერ გავაკეთებ. რა ვითარებაში დააკავეს, შეგეძლიათ გუშინ გითხრათ, სად აიყვანეს გუშინ წინ უფრო სწორად, სად აიყვანეს და როგორ? რუსთაველის გამზირზე მოხდა მისი დაკავება. უსმენთ ლაშა ბერიძის ადვოკატს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს და ელოდება საქმის მასალებს, რომ მას გაეცნოს. იგივე განგვიცხადა ცოტა ხნის წინ პატა ბურჭულაძის ინტერესების დამცველმაც. ისინი ბრალს არ აღიარებენ და ელოდებიან საქმის მასალებს და შესაძლოა მათი მხრიდან პირველი განცხადებები გაკეთდეს უკვე სასამართლოს სხდომათა დარბაზში. უახლეს საათებში ელოდებიან ისინი სხდომის ჩანიშვნას. სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დუმილის უფლებით სარგებლობენ, ჯერჯერობით გამოძიებისთვის მათ ჩვენება არ მეუციათ.